ამ შვილივისა თბილისში საღამოა, ამერიკაში დილაა და დიდი ხნის პაუზის მერე ზაზა ბიბილაშვილი კვლავ ჩვენთან ერთად არის ამ იმპროვიზებულ სტუდიაში. დიდი მადლობა ზაზა, რომ გამონახე და დიდი მადლობა ყველას, ვინც ახლა შემოგვეცდება პირდაპირ ეთერში და ვინც მერე ჩანაწერში ნახავს ჩვენს ვიდეოს. და რაზე უნდა ვილაპარაკოთ, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც ხდება ჩვენს თავს და ჩვენს გარშემო, შინ და გარეთ. ზაზა, რას გამოარჩევ, შენ თვითონ თქვი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მიგაჩნია და იმაზე დავიწყოთ და მერე შევყოთ ლაპარაკს. თორნიკე, დიდი მადლობა და ძალიან სასიამოვნოა შენთან დაბრუნება სტუდიაში თუ როგორც ქვია ამას. ხო, იმდენი რამე ხდება ყოველდღიურად, რომ ძნელია ერთი და ორის გამორჩევა და თითქოს ახლა გუშინ რაღაცა იყო მნიშვნელოვანი და დღეს უკვე გადაიფარა რაღაც ხვით, ანუ ეს ტემპი არის ერთ-ერთი დემოტივატორი ბევრისთვის ამ პოლიტიკურ. არა მარტო ისა, იცი რა, ვერ მიყვება ადამიანი, ანუ ძნელია მიჩვევა ესეთ იმას. თან თავის საკუთარი საქმეებით სხვა ყველას რაღაცა თავისი პრობლემები და ძალიან ძნელია რა ამ იმაში გარკვევაც და ესეც და მით უმეტეს საჭირო ალბათ ესეთი საუბარი ადამიანებისგან, რომელიც ყურადღებით არიან და ასეთ მისდევენ ამას ყველას. ხო, რაც შეეხება იმას, რა არის მნიშვნელოვანი, რა ვიცი, ხა, მოდი რამდენიმე თემა გამოვყოთ, ხო? ერთი, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ხდება საქართველოში, ახლა არის, ისეთი ვითარებაა, რომ ან ივანიშვილი საბოლოოდ ჩააბეტონებს ამ თავის ბინძურ რუსულ რეჟიმს და ან კიდე გადაწყდება ის, რაც უნდა გადაწყდეს და ვინც აქ ცხოვრობს და ქუჩაში დადის და გარშემო იყურება, ასე მგონია, რომ ამდენად ეს მინდა შევამოწმო შენთან, მომწიფებულია ეს გადატეხის მომენტი უკვე? ძალიან მომწიფებულია, იმიტომ რომ ეს ამრეზა თუ ბრაზი თუ მრისხანება აი ამ რეჟიმის მიმართ, ეს არ არის არც კონკრეტული პარტიის თემა, არც კონკრეტული ქალაქის ან დასახლების ან რაღაც ჯგუფის, აი სადაც არ უნდა შეხვიდე, ვისაც არ უნდა ელაპარაკო, შეუძლებელი არის, რომ ნახო ადამიანი, რომელიც აი მართლა დარწმუნებით თავის თავს რო სცემდეს პატივს ისეთი ადამიანი და რაღაც კონკრეტული ფინანსური დაინტერესება ან რაღაც სხვაგვარი დაინტერესება არ ქონდეს, ვინც ოპონირებას გაგიწევს და გეტყვის, რომ არა, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი სწორად არის, იმიტომ რომ ყველაფერი არის იმდენად ცუდად, როგორც მე არ ვიცი ბოლოს როდის იყო, 90-იანი. მაგრამ ეს უყველა ბევრი ამბობს, ყველა არ ვიცი, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ მასა ასე ვთქვათ ინდიფერენტული ადამიანების დიდია და ამაზე დგას იგივე ივანიშვილის რეჟიმი და ამით იხანგრძლივებს სოხლო და რამდენად დიდია ესეთი, რომლებიც ოღონდ არ შემაწუხოთ და კარგი რა არ გინდათ ეს რაღაც არეულობები. ხო, ახლა მოდი ასე ვთქვათ, ძალიან სუბიექტურია ეს შეფასებები, როდის სუბიექტური აბსოლუტურად არაფერს. ამიტომ ძნელია აი ამ სუბიექტურ ნაწილში ყამათი ვინმესთან აი დიდია თუ პატარაა მასა, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, მასა ადამიანების მასა, რომელიც ცვლილებას იწვევს, არასდროს არ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ხო? ეს არის ხოლმე აქტიური ადამიანები. მცირე ნაწილია, მაგრამ კრიტიკულ რაღაცას ანუ ესენი არის მცირე ნაწილი, მაგრამ რომლებიც თავის თავს უკან მოიაზრებენ და თავის უკან განიხილავენ ძალიან დიდ ჯგუფებს. მე არ ამგონია, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი არის აპათიური, ანუ პირიქით ის ადამიანებიც კი და ის ჯგუფებიც კი, რომელზეც შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ აპათიურია ან სხვა პრიორიტეტები აქვს, ძალიან აქტიურად არის ჩართული აი ამ რეჟიმის გასტუმრების საქმეში. აი მაგალითად ისე ვიძახი, რომ აი ახალგაზრდები შეიძლება სადმე შეხვიდე პარასკევს შაბათს საღამოსთან, ნახო რომ თუხთუხებს იქაურობა, ხო? ახალგაზრდები ერთობიან, ცეკვავენ, სვამენ რაღაცა და იფიქრო რომ აი როგორ შეიძლება ახლა თუ მართლა აწუხოთ, მაგრამ არა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მეორე დღეს თუ იმავე დღეს პროტესტზე დგანან, თავის აზრს აფიქსირებენ სხვადასხვა ფორმით, ახლა ნუ აღწერთ ვისაც რა შეუულია, ვისაც რა ხელეწიფება და ვისაც რა უნდა და როგორც უნდა ისე აკეთებს, ანუ ტოტალური მიუღებლობა არის აი ამ რაღაც აი არ ვიცი რა დავარქვა ეს აი ამ გარყვნილი რეალობის, რომელიც ივანიშვილმა შემოგთავაზა. ის რაც მან შექმნა საქართველოში, ეს არ არის პოლიტიკური სისტემა, რომელსაც შეიძლება ოპონირება გაუწიო. ხო შეიძლება აი რაღაც ცივილიზებულ ქვეყანაში იდეებზე მინდის საუბარი, ან მემარცხენე, მემარჯვენე, ეს ასე უნდა იყოს დალაგებული თუ ისე. აი თითქოს ამ ქვეყანაში ყველაზე უარესი ვინც არსებობს, ყველაზე უარესი რაც არსებობს, ადამიანები ქცევა,
ყველაფერი ამორეცხა, ზედაპირზე ამოიტანა, წაახალისა, დააფინანსა და ამას ეძახის საქართველოს ხელისუფლებას და ეხლა თავმოყარი ხალხი ვართ ჩვენ და ვიმეორებ რა ასაკობრივ ჯგუფშიც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ქონდეს, თუ ეთნიკური, თუ რელიგიური, ესე ვთქვათ, წარმომავლობა არ უნდა ქონდეს, ხო? ყველასათვის მიუღებელია ეს, რასაც ჩვენ ვკადრებენ. აი ჩათვალე, რომ არის ყველას პირადი შეურაცხყოფა, რა ეს ადამიანები დღეს საქართველოს ხელისუფლებას რო იწოდებიან. მარტო იმიტომ კი არიან იზოლირებული საერთაშორისო მასშტაბით, რომ რაღაც არჩევნები ცუდად ჩაატარეს. უბრალოდ იციან, რომ აი ვიღაცაებმა ხო ვიღაცამ უნდა მიიღოს ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ეს საგარეო საქმეთა მინისტრი კი არ არის, ჩათვალე, რომ მულაჟია რა, გადაცმულია და ვიღაცამ დაარღვია. უშავს სხვადასხვა ეხლა იმაში გაეროშია ჩვენი ეგრეთ წოდებული ვითომ პრეზიდენტი, მასხარაობა, ხო, მაგას გეტყვი. გაერო ეხა ქოცებმაც იციან შვენივრად სინამდვილეში, რომ გაერო საზომად არ გამოდგება, იმიტომ რომ ეგ ისეთი ორგანიზაციაა, სადაც რა ვიცი, კაცჭამია ლიდერებით ჩასულან და გამოსულან სიტყვით და ანუ იქ ფილტრი არ არსებობს, იქ ის თემა არ არის, რომ ვიღაცამ არ მიგიწვიოს ან ვერ ჩახვიდე, ხო? მაგრამ ანეკდოტამდე მიდის ზაზა, ეხლა ყველაფერს იქ მაგალითად Facebook-ზე ვნახე, რომ აი იმას ელჩის მოადგილეს შევხვდი ნიუ-იორკში ვიღაცა რომელიღაცა ქვეყნის და რაღაცა ოღონდ რაღაც აჩვენოს. კარგი, აი ამ ფონზე რაც დახატე. მოდი ცოტა კონკრეტულად ვთქვათ, აი ხა 4 რიცხვი მოდის, ამ 4 რიცხვის რაღაცა იმედი ყოველ შემთხვევაში ორიენტაცია მოთხზე არის და პარალელურად ხა წინა იმაზეც ვილაპარაკეთ. აი ლელოს ფაქტორი. იცი რა მითხეს, რომ ლელო საერთოდ იმდენად დაკარგაო ეს ყველანაირი სახეზე, რომ საერთოდ აღარ არის ფაქტორიო. ესეა მართლა ჩვენ შეგვიძლია მივაყურადოთ, რომ აი რაც უნდა ეს უქნიათ, ვეღარ საფუჭებენ უკვე საქმეს რა. თუ მახსოვს კი რა ეს საუბარი მიდიოდა კაგახნის განმავლობაში, რომ აი ეს ნაბიჯი არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შესვლა არ ღვევდა ოპოზიციურ ერთობას და არ იყო ჩემი აზრით გამართლებული ნაბიჯი, ანუ მან ერთობა თუ შევიდოდნენ, მაშინ ყველა ერთად უნდა შესულიყო და თუ არ შევიდოდნენ, არავინ არ უნდა შესულიყო. ხო და რაღაც ეტაპზე დადგა ის წერტილი, როდესაც ლელოს გადაწყვეტილება უკვე აღარავის არ უნებდა, არამედ უნებდა უშუალოდ ლელოს რეიტინგს და კონკრეტულ ლიდერების რეიტინგს და ამ პარტიის რეიტინგს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ახლა ბუნებრივია ამაზე ბევრი დრო არ დავხარჯოთ და დიდი ხანს არ შევჩერდეთ, ვინაიდან ცოტა ასე ვთქვათ, თუ რაღაცა წარმატება იქნება, ბჭყალებში წარმატება, ხო, ეს იქნება ნებადართული წარმატება, ეს იქნება წარმატება, რომელსაც ივანიშვილი შეგნებულად, რა ვიცი, ივანიშვილის ოთახში დაიწერება ის ციფრი, რომელსაც მე ლელოს დაუწერენ. ანუ სამწუხაროდ ასეა და მე მგონია, რომ ლელო შეიძლება ესეთი რამე გაათამაშოს, რომ თქვა მიცეს რაღაცა ილუზია შექმნას, რომ აი მიიღეს მონაწილეობა და რაღაცა მონაწილეობას იღებენ თქვათ ქალაქების მართვაშია რაღაცაში, ну ცხადია ილუზიური იქნება, მაგრამ ამისი გაფორმება არ ვიცი, ძალიან ისეთი მურტალი არა, არ არის ამის საჭიროება, ხა ივანიშვილი მისივე ენაზე რო თქვათ ხიჩნიკია, ხო? რატო უნდა დათმოს რაღაც, ისი დათმობის საჭიროებაც არ აქვს, ხო? თუ დაათმობინებ, მოუწევს დათმობა და თუ აპრიორი მის ტერიტორიაზე ხარ, მისი პირობებით ასპარეზობ, ის გიწერს ამ ციფრსაც და იმ ციფრსაც, ხო? მაშინ რა ვიცი, როგორც ახლა ბევრი გვინახავს ივანიშვილის შესრულებული პირობა მე არ მახსენდება და ივანიშვილის გადაგდებული ხალხი, პარტიები და ბევრი სხვა ეპიზოდი ნამდვილად მახსენდება და არაერთი და ორი, რა ვიცი, ახლა ვირთხისფერი როედო და რო გამოვიწყდა. ჩვენ თვითონ როგორ უყურებ ამ 4 რიცხვს რა, ახლა მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს, ყველაფერი შესაძლებელია თუ დავიჯერეთ და ვიწუნეთ, მაგრამ აი სწორედ ამ დაჯერების პრობლემა გვაქვს და რაღაცნაირად გადაწყვეტილებაში ერთიანობის პრობლემა და შე როგორ ხედავ, აი მართლა შეიძლება რამე ისეც მივახციოთ, რომელიც აი რაც თქვი გადატეხის მომენტი იქნება. ხო, მე ვიზიარებ იმას, რაც თავიდან თქვი, ყველაფერია შესაძლებელი, თუ ჩვენ თვითონ დავიჯერებთ და მტრის პროპაგანდა ამაზე მუშაობს, დიდი ხანია რომ დაგვაჯეროს უძლეველია და არაფერი არ ჭირთ, მაგრამ ის რაც ხდება ბოლო ხანებში, მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი რამ იცვლება. მე გულისხმობ იმას, რომ თავისიანებს დაერია და დაერია ძალიან ულმობელად, ხო? ანუ პარსავს ეგრეთ წოდებული სერიოზული მიდის, წმენდა მიდის ყველა მიმართულებით. და ყველა სეგმენტზე, ხო, ეხლა ვიღაც ბურჭულაძეს იწერენ, იმიტომ რომ სახლი იყიდა და ვიღაცას კიდე თხოვენ 300 მილიონის მოტანას, ანუ ყველა სეგმენტს დაერია
ეს რატო ხდება ზაზა ეს სახსაფულსაგროვებს თუ სანამ მაგაზე გადავთ რატო ხდება ისი თქმა მინდა რომ მინიმუმის ვითარებაა როდესაც არიან ადამიანები რომლებიც გუშინ და გუშინ წინ კბილებით დაიცავდნენ ივანიშვილს და დღეს სავარაუდოდ აღარ ჩაერევიან იმიტომ რომ ივანიშვილის დარჩენა და ჩაცემენტება მათთვის უკვე სასიცოცხლო საფრთხეა პირობითად რა ვიცი ბაჩიაშვილი ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო და ბაჩიაშვილის პროექტებს ჩვენ მე და შენი ფულით სახელმწიფო ფულით აპიარებდა ეკონომიკის სამინისტრო ხო რომ დადიოდნენ როუდშოუებს რო ატარებდნენ საინვესტიციო იქ პროექტების დიდი ნაწილი იყო მაგათი პროექტები ანუ კერძო პროექტების პიარში სახელმწიფო ხარჯავდა ფულს და ამას ბენეფიციარი ყავდა კონკრეტული ტიპი რომელიც ეხა ციხეშიც და არა მხოლოდ ციხეშიც არამედ კანონები მიიღეს ისეთი რომ აი გავა რამდენი წელი მე ეს გამოვა ციხიდან ღმერთმა არქნას ისე თეორიულად ვიძახი რა მაგრამ შეიძლება ადამიანი გამოვიდეს ციხიდან და მე 16 წელი ვერ გავა ქვეყნიდან სანამ ივანიშვილს ბოლომდე არ დაუბრუნებს რაღაცას და მეტი ამ ადამიანს ვინმე თუ ეტყვის რომ აჰა შენ რაღაც მინიმუმზე როზი ხარ ხო და რაღაც საჭმის ფული აღარ ყოფნის მოდი აი მანქანას მოგცემ რომ მანქანა ყავდეს ან ბინას დაგითმობ რომ ბინის ქირის გადახდა არ მოგიწევს ხო აი ვინმე თუ მანქანას მიცემს ან ბინას მიცემს ისინი იმასაც დაიჭერენ აი ეგეთი კანონები შემოიტანეს და მიიღეს ბოლო ხანში. სამჭირდა კავშირს ვარ დასიზმრები ესეთი რაღაცები მოიფიქრე. აი როგორ ეს არის რაღაცა სიხარბის, სიპატარავის გამოვლინება საკანონმდებლო დონეზე, ხო და ხა ესეთი ადამიანები ხა ერთი ვახსენეთ, მაგრამ ბევრი არიან სინამდვილეში. ბევრი არიან, რომლებიც ნუ ერთი რო არ იბრძოლებენ, იმიტომ რომ აღმოაჩინეს, რომ ეს კაცი მართლა კაცი ჭამია და ისი არ არის, ხო, აქამდე პიარი იყო, რომ ვაიმე ისინი გვერდჩიან და ეხლა აღმოჩნდა რომ ეს მართლა რა ვიცი ვიღაცები კვდებიან ხო ვიღაცაი რამდენი შეკვეთილი კვლელობა მოხდა ბოლო ხანებში კი ხო ზოგი ბიზნესმენი იყო ზოგი კრიმინალური ავტორიტეტი ზოგი ვიღაცის ოჯახის წევრი შეკვეთილი კილერების მიერ მოკლული ადამიანები ხო მიდი მე არჩიე ხო და ეგ იმ 9 წლის განმავლობაში ხდებოდა არ ხდებოდა ეგეთი რაღაც არ ხდებოდა ეხლა ხდება მასშტაბები სხვა არის ხო ეხლა მაშინ ვიღაცას ეტყოდნენ რომ მაშინ რა იყო ბიზნესის რეკეტი რომ მოდი ეხლა მე რაბატს ავაშენებ და შენ რაბატს გავარემონტებ თუ რაღაც გავარესტავრირებ აშენება იყო ხო რეალურად იქ რაც იქ გაკეთა იმას რესტავრაცია არ ქვია და შენ მოდი ახალციხეში სასტუმრო ააშენე და მე ვინც აქ სასტუმრო ააშენა და იმის მერე ფულს ჭამს იქიდან ის წუწუნებდა რომ იცი რომ ვაიმე სახელმწიფო მარეკეტებდა და რა ვიცი სასტუმროც იმისია შემოსავალიც იმისია და ნუ ის არ მოწონდა და ეხლა აღმოჩნდა რომ შეიძლება ნოშრევან ნამურაძის ბედი გაიზიარო ზოგიერთმა ეგეთმა ტიპმა ხო ამიტომ ვიძახი რომ ადამიანები რომლებსაც სამშობლოს დაცვა უნდათ ყოველთვის უმრავლესობაში იყვნენ ამ ქვეყანაში ხოლო ადამიანები რომლებმაც საკუთარი სული ოდესღაც ეშმაკს მიყიდეს მათ აღმოაჩინეს რომ თურმე ძალიან დიდ საფრთხის წინაშე არიან და რა ვიცი კონკრეტულად ზოგი მოუკლეს ზოგი ციხეში ჩაუსვეს ზოგი გააქციეს ხო ისინი არ დაიცავენ ამ რეჟიმს ამიტომ აი ეს მოცემულობა შეცვლილია და ამის არ გამოყენება იქნებოდა სიგიჟე და დანაშაული. კარგი, აი შევეთქვი მე რა თქვათო, რატო დაჭირდა ეს როგორ გონია რა ეს სისუსტეში მდგომარეობს. მართლა ფულსაგრო ერთი ვერსია იყო, უბრალოდ სახსებს აგროვეს და მეორე ღალატის ეშინია, აი ამ ხალხის ნდობა აღარ აქვს და რაღაცნაირად საყრდენს ეძებს თუ აი როგორ ხედავ ამას? ხო, ნუ როგორც ვიცით და სხვადასხვა წყაროებიდან დასტურდება ივანიშვილმა ბოლო წლებში დაკარგა ან ვერ დაიბრუნა თუ რაც გინდა დავარქვათ რამდენიმე მილიარდი დოლარი. მას ფული დააყო. ამასობაში მის პირობებში ვიღაც ხარაკუცა ტიპები გახდნენ რაღაც ჩვეულებრივი ბიზნესმენებიდან მულტიმილიონერი აღარ ქვია მაგას ხო ანუ ასობით მილიონი იშოვეს და ნუ აი დაუწყეს ლამის ივანიშვილს მიახლოება და ბუნებრივია ხა მისთვის ეს არის საფრთხე, ანუ ერთი მხრივ ფულს იღებს და ამის საშუალება აქვს, იმიტომ რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურა მარტო მასზე მუშაობს და მეორე მხრივ გამორიცხავს იმას, რომ ამ ფულს როგორც წესი ამბიცია მოსდევს, ხო? ცოტა ხანი ვიღაც წავა, ჯერ დაისვენებს სადღაც, გაიხედავს, გამოიხედავს, ჩაიცმევს, მე ამბიციური ხდება, ხო, რაღაც დამატებითი მოთხოვნები უჩნდება და იფიქრებს, რომ კაცო, მე რატო არ შემიძლია, რომ რომელიღაც მუნიციპალიტეტი ჩემი იყოს, ხო, ივანიშვილმა მთელი ქვეყანა იყიდა, მე რაღაც აი ამ რომელიღაც მხარეს, ხო და არა, აი მაგას გამორიცხავს, რომ ასეთი მის პირობებში გადიდგულებულ, გაფულიანებული ადამიანები პოლიტიკურ აქტორებად იქცნენ და ეს ის მომენტია, როდესაც მისი აზრით ამისი გაკეთება ყველაზე უფრო უდანაკარგოდ შეუძლია.
ხო, ხარ ეს 4 მართლა რამ ხო არ იცი პატიმრების მდგომარეობას. ხაბეიშვილიდან დაწყებული და უკვე აი ახალგაზრდა ბიჭები გოგოები მზია გომელარებს რამე იცვლება მათთან დაკავშირებით რაღაცა გასაჩივრებები ხდება. აი რა პერსპექტივაა საერთოდ დაიჭირეს და უჭირავს ესე იგი ნებისმიერი კანონების და იმის დარღვევით თუ რამე გზა არსებობს კიდე აი როგორ აი მაგალითად მე რატო გეკითხებით ემიგრაციაში შუალია ეს კითხვა რომ როგორ მივეხმაროთ ამ ხალხს როგორ მივეხმაროთ რა შეგვიძლია რამე აი რაღაცა ორგანიზებული ფორმა უნდა იყოს იმისთვის რომ შევამსუბუქოთ მათი მეტი რა ხო ახლა გასაჩივრება ახსენე და თუ რამეს არა აქვს აზრი ნუ კი ფორმალურად რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გასაჩივრდეს რომ ოდესღაც იქნება და ეს საქმე მე სტრასბურგში წავა მაგრამ ესეც რომ ვიცოდეს სტრასბურგის გზა კიდე არსებობს თუ ეგეთ ჩაჭერეს უკვე ანუ ეგეთი რაღაცები არსებობს მაგრამ სტრასბურგი არასდროს არ არის აქტუალური და რელევანტური სანამ სტრასბურგი თავის ამბავს მორჩება ხოლმე იქ ამბავი როგორც წესი დამთავრებულია და კომპენსაცია კიდე იმდანად პატარა არის ხოლმე რომ სასაცილოც კია ამიტომ ეგ სამწუხაროდ საქართველოში ხა პოლიტიკა და სამართალი მოკვდა ანუ ის რასაც ჩვენ სასამართლოს ვეძახით არის შენობა და უბრალოდ სასამართლო აწერია თორე არაფერი საერთო მაგას სასამართლოსთან არა აქვს ხო ამიტომ როგორ შეგვიძლია სინამდვილეში მოდი პირდაპირ თქვა რა ერთადერთი როგორ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ პარტიებს არის ის რომ შევცვალოთ ეს რეჟიმი ერთადერთი ეგ არის ხო ყველაფერი დანარჩენი არის მორალური მხარდაჭერა და მე იმედი მაქვს რომ მათ ეს საზოგადოებისგან კი არა და ვიცი რომ არ აკლიათ ანუ არც სიყვარული ხო მაგრამ ეგ მათამდე მიდის სანამ ეს არ შეიცვლება ეს არაფერი არ გადაწყდება ხო ეგ არის ხო ეს არის და ნუ უბრალოდ ყველამ უნდა გააცნობიეროს მე მგონი ახლა უკვე ყველამ გააცნობიერა ის რომ ეს თემა არ არის თემა რომელიც მარტო ვიღაცას ეხება ხო ეხლა ბოლო ხანებში ბევრი იხსენებს რომ სინამდვილეში ივანიშვილი ასეთივე იყო ზუსტად ასეთი იყო თავიდან უბრალოდ მაშინ ფიქრობდნენ რომ ხო რა ნუ ნაცებს ებრძვის მაგრამ ნუ მე ვახსენებდი მაშინ ჩემ გვერდზე ადამიანებს რომ ასევე ფიქრობდნენ 100 წლით ადრე როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ და ვიღაცები ფიქრობდნენ რომ ხო რა ნუ ეს ბოლშევიკები მენშევიკებს ებრძვიან და სოციალ-დემოკრატებს დევნიან და წინა ხელისუფლების წინა რესპუბლიკის მმართველებს აპატიმრებენ ან ხოცავენ და აღმოჩნდა რომ არა აღმოჩნდა რომ მაშინ ბოლშევიკებმა რაღაც პირველი 10 წელი ილავირეს რაღაცნაირად და 31-ში რომ ჩაიკეტა ფანჯარა და ვინც დარჩა ერთით საპყრობილეში ან დახოცეს და ან შემდეგი ათწლეულობით აქციეს მონება სამწუხაროდ იმ საბჭოთა მონსტრის სისტემის და ეხა მაგ ფანჯრის ან ეს ფანჯარა ჩაიკეტება როგორც მაშინ საბჭოთა კავშირში და ან დავანგრევთ საერთოდ ამ დიდ ციხეს და ყველანი გამთავისუფლდებით აი მაგ ეტაპზე ვართ სინამდვილეში ზაზა ეხლა ერთი თემა რომელიც შენ გილაპარაკია და კარგათაც გაგიშლია ეს მაგრამ საკმაოდ უსიამოვნო თემაა ჩემთვის პირადადაც ისეთია რა ხანდახან ძალიან მაგიზიანებს ხოლმე მაგრამ რას გულისხმობ რომ აი ჩვენ თქვით აი ლელოზე თქვით აღარ აქვს რელევანტური აღარ არის რას გააკეთებენ მაგრამ მეორე მხრივ თქვით რომ რაღაცა კრიტიკული მასა უნდა მოგროვდეს რომ იგივე ეს რეჟიმი გავისტუმროთ. ანუ ხალხმა ერთმანეთი უნდა ავიტანოთ და ერთმანეთის გვერდზე დავდგეთ. მაგრამ მეორე მხრივ რაღაცა პასუხისგებლობაც არსებობს. სხვა მარტივად ვთქვა, მაგალითად, ეხლა რაღაცა მოსმენა იყო ამერიკაში და იქ თინა ხიდაშელი და ქალბატონი პრეზიდენტი გამოდიოდნენ. კი ბატონო, კარგია, მაგრამ ჩემი აზრით არ წარმოადგენდნენ ესენი საქართველოს რა. მე ძალიან კბილების, ასე ვთქვათ, მოჭერით ვითმენდი ამას და აი ეს როგორ უნდა მოხდეს? აი რაღაცნაირად აი ეს დროებითი ზავი უნდა იყოს თუ საერთოდ აღარ უნდა იყოს და პრინციპულად ვთქვათ, რომ აღარ გვინდა რა ეს თვალთმაქცობა და ისედაც უნდა გავიმარჯვოთ, იმიტომ რომ გაუთავებლად ერთი ბორბლის ტრიალია, ისევ და ისევ. მე შეიძლება მე ისევ ვიღაცა ხალხი მოვა, ისევ იგივე მოხდება. აი ამას როგორ უნდა ვქნათ? კრისტალურად ძალიან კაცრები უნდა ვიყოთ თუ რაღაცა კომპრომისებზე წავიდეთ. და რა მოდი ასე ვთქვათ რა, ეს კომპრომისი ძალიან კარგად ვიცი რაც არის, ჩემი პროფესიული ცხოვრება იქნება თუ სხვა მხრივ ვცდილობ რომ ყოველთვის ამ გზით ვიარო, მაგრამ გააჩნია კომპრომისი რის ხარჯზე. ხო, კომპრომისი პრინციპულ საკითხზე იმისთვის რომ რაოდენობრივად მეტი გამოვჩნდეთ არის არასწორი, თუ ეს რაოდენობრივობა გადაიზრდება იმაში რომ შენ გაკარგვინებს ვექტორს, მიმართულებას
გირევს ღირებულები დღეებს, ხო? რა ვიცი, ახლა ხიდაშელი და სალამაზურობაშვილი იქ როცა ლაპარაკ, პირობითად აი შევიდეთ მათ ადგილას წარმოვიდგინოთ თავი, ხო? ანუ ადამიანი არის, რომელსაც ორი მიზანი აქვს, ერთი რომ ხო არ მოწონს ეს ხელისუფლება, კი ბატონო, ბაზარი არ არის, მაგრამ ამასთანავე ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თქვას, რომ აი სანამ ის იყო, მაშინ ყველაფერი კარგად იყო. და არ იყო ასე. არ იყო ასე. ხო, ეს რა თქმა უნდა დავარქვა, არ იყო ასე, იმიტომ რომ ზუსტად ესეთი იყო ივანიშვილი. ზუსტად ესეთი იყო, ხო? და შესაბამისად, ადამიანი მე განა იმას ვიძახი, რომ ხა ვიღაცა სწორხაზოვნად უნდა ვერჩოდეთ, მაგრამ თუ ადამიანი საკუთარი წარსული ბიოგრაფიის გასათეთრებლად შენ ნარატივს დაგინგრევს ან დაგისუსტებს, ხო? გეტყვის, რომ მაშინაც მართალი ვიყავი და ეხლა არ არის ეგრე. არა, ეგრე არ არის. ხო და რა ვიცი, ამას წინათ ვიღაცა მახსენა ის რუსული იგავარაკია, ლებეძრაკის შუკა, ხო? სამნი არიან. ხო, რაჯობია სამი ეგეთი თუ ორი კაცი, რომელიც ერთი მიმართულებით მოძრაობს, ხო? ორი კაცი კი არა, ერთი ჯობია, რომელსაც უკან არავინ არ აკაჩება. რა უნდა, ხო და ეს რაოდენობა მექანიკური მიზანი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ რაოდენობა კი არ არის, თავარი არის ის სწორი იდეით ატანილი ადამიანების ერთობა, რომლებსაც აქვს საერთო მიზნის განცდა. და ეხლა ადამიანი, რომელმაც ამ შემთხვევაში მაგორზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ იბრძოლა, რომ FSB-ს პოლკოვნიკს დარქმეოდა პოლიტპატიმარი საქართველოში, ის ეხლა ჩემი თანამებრძოლი ვერ იქნება და ჩვენი თანამებრძოლი ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს ხო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა დიცურათში, არა? ხო და როგორ შეიძლება რომ აი ეს აღრევა მოხდეს? და სინამდვილეში კგბ ასე მუშაობს, ხო? კგბ ხომ არ ვიცი კონკრეტულად არავიზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ეროვნული მოძრაობის დროიდან ეხლა დღეს რო გადავხედოთ და გავიხედოთ უკან ყველა ფლანგზე ყავდა თავისი ხალხი და ძალიან ჭკვიანურია ხა ეს თავის პარტიას ხო არ შექმნის კგბ არა ცოტა იქ ეყოლება ცოტა აქ ცოტა მედიაში ცოტა იქ ანუ ძალიან ნორმალური და ბუნებრივია რომ ყველა ფლანგზე ეკლესიაშიც არასამთავრობო სექტორშიც მედიაშიც პარტიებშიც ყველგან ცოტა ეხნება თავისი და ამ შიდა იმიდან ცდილობს ჩვენ დეზორიენტაციას საერთო მიზნის გახლეჩას ხან რასაბაბით ხან სიფრთხილის საბაბით ხან სანამ იმაზე გადავალ ეხლა შენ რაც დახატე ფაქტიურად გამოუვალი მდგომარეობაა თუ ესე არა გამოუვალი კი არ არის ეს არის მოცემულობა და მოცემულობას თუ არ დავინახავთ ეს რა კი არ ნიშნავს რომ ანუ ეს არ გვაძლიერებს ხო და მოცემულობის დანახვა არ გვასუსტებს პირიქით როცა იცი რასთან გვაქვს საქმე ბევრად უფრო ადეკვატური ხარ მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე ხო მაგალითად ვიღაც ტიპი აი ვინც მე ახლა აღწერე ხო პირობითი ტიპი ხო რომელიც პირობითი ტიპი რომელიც ხვალ საკვანძო მომენტისას გადახტება ის გეცოდინება რომ ეს გადამხტომია რა იმიტომ რომ რა ვიცი ასე მოვიდა და სავარაუდოდ ეს ამაზე წამსვლელია იმიტომ რომ ადრე გადამხტარა სამჯერ პირობითად ხო ისევ იცი აი ეს ძალიან გამოჩნდა ბოლოს რაღაცა სხვადასხვა ხალხი გამოვიდა სწორი მოწოდებებით სწორი განმარტებებით დაიწყო და მე უცბად აი უსმენ და იგივე იმაში უცბად ამოსო იცი კარგი იქნება ჩაატაროს არჩევნები ლეგიტიმური რო იყოს უნდა ჩაატაროს ამ ხელისუფლებამ თუ რა ისე ანუ შო დავიკარგეთ უკვე აღარ არის მაშინ აღარც მიზანი აღარც არაფერი აი შენასაც ამო გაგვიფუჭა გეზი ანუ ეს არის აი როგორ შეიძლება უკეთეს შემთხვევაში არის უკიდურესი მიამიტობა ხო კარგი იქნება რომ ჩვენ ვიყოთ მდიდარი ჯანმრთელი კონდეს და ვიყოთ ნატოს წევრი კონდეს ატომური ბომბი და ვერავინ ვერ გვეკარებოდეს და ნიკოპსიდან დარუბამდე ვიყოთ და ეგ იქნებოდა კარგი მაგრამ რეალობა არის სხვა ხო და ეხლა როდესაც პუტინთან შედიხარ არჩევნებში ეგ სერიოზულად ვთქვათ რა ნუ 2012 წელს პუტინმა საქართველოზე რევანში აიღო და დაიბრუნა ეს ქვეყანა და დღეს ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში პუტინს უნდა წავართვათ ქვეყანა იმითი რომ ვიღაცა შევპირდებით რაღაცას ანუ მაგრამ ეს მარტო არჩევნებში მონაწილეებს არ შეეხება ხო ხო სხვა ანუ ბოიკოტის ფლანგზეც არის ისეთები რომლებიც ყველა ძალისხმევას ეწინააღმდეგებიან და ნუ რაღაც 2058 წლის ერთი კითხვა მაგდა ამითი აი ეს თემა დავხუროთ გახსოვს აი შეგიძლია გაიხსენო ვინმე აი პოლიტიკაში აქტორი რომელმაც თქვა რომ ხო იცი რა შემეშალა და მეებსო აღარ დამიჯეროთ ან რაღაცა ვინანიებ ამას ან ესეთი ტიპი ვინმე არსებობს მაგალითი არის კი ანუ რა ვიცი მახსოვს ესეთი ადამიანი მინახავს კიდევაც და დღესაც არიან ახლა სახელები არ მინდა ვთქვა მაგრამ რა ვიცი ანუ ესეთი ადამიანები ორმაგად პატივსაცემი არიან ვინაიდან რა ვიცი
აი ეს გააზრება და ნუ გნებავთ ბოდიში თუ რაც გინდა დავარქვათ ნიშნავს რომ კი ესეთი ადამიანი სანდოცარი და შესაბამისად კეთილსინდისიერება. კეთილსინდისიერება აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ვინაიდან ასეთ ადამიანთან ბრძოლაშიც წახვალ და თავსაც გასწირავ, ხო და თუ ადამიანი უბრალოდ ყველა სხვა არტისტს რო დაკარგა ვარიანტი რო გამოეცალა ხელიდან მერე გადმოვიდა შენთან მოგიწუწდა გვერდზე და გეუბნება რომ არა გუშინაც მართალი ვიყავი როცა მეორე ფლანგიდან გესროდიო ხო ეგ რა ვიცი ეგ რამდენად სანდოა თქვენ თავად იმში არა რამდენად სანდოა ხო კარგი ეხლა მინდა ერთ თემაზე გადავიდეთ უცბად გადახტომა გამოგვივა მაგრამ რაც აი ყველაზე გუშინ დღეს ძალიან აქტუალურია ეს არის პალესტინის აღიარება რა რომელიც რაღაცა კასკადი დაიწყო როგორ უყურებ ამას იმიტომ თვითონ ქართული საზოგადოება ძალიან გაყოფილია რა არის აზრი რომ ნუ ჩემსაც გეტყვი პერსონალს კი ბატონო აღიარეს მაგრამ რას მიაღწიეს ამითი და არის აზრი რომ ამით უბრალოდ ტერორიზმი და ჰამასი გაახარეს და წაახალისეს და აჯილდოვეს და შედეგი რა არის ამის რატო გაკეთდა საერთოდ ხო მოდი აი ჩარჩო კომენტარი დავიწყებ ჩვენთან ბევრს უყვარს ხოლმე იმის თქმა რომ აი ჩვენ ისრაელს უნდა მივბაძოთ ამაში და იმაში და აი განსაკუთრებით ამ სეგმენტს მივმართავ ამ შემთხვევაში თუ ისრაელს უნდა მივბაძოთ მაშინ ისრაელმა ძალიან ჭკვიანურად იცის თავისი ბრძოლების არჩევა ხო რა ყველა ბრძოლაში არ ერთვება რაღაცებში ერთვება ხო ბევრში მაგრამ რაღაცებში არ ერთვება მაგალითად რა ვიცი საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობა არ გაუფუჭებია თავის დროზე და ასე შემდეგ ძალიან ბევრი იგივე უკრაინის თემაშიც ბოლომდე არ ვიცი და ისინი ხელმძღვანელობენ საკუთარი ეროვნული ინტერესები. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ არის ის, რომ ეხა აი ამ საკითხზე ერთმანეთი დავხოცოთ. მოდი ასე. აბსოლუტურად არ არის ზედმეტია მოგიგეთ. საფრანგეთმა და კანადამ და ავსტრალიამ რო აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ჩაიზე, მაგრამ ამაზე ვერცენ ჩემ თანამოქალაქეს ვერ დაუპირისპირდები, იმიტომ რომ ჩვენ ერთად უნდა გავისტუმროთ რუსები აქედან და ეგეთი თემა სხვათა შორის ბევრია და უბრალოდ ყურადღების გადატანა გამოდის იმაზე ერთმანეთის დაკლა და დაცხება რაღაცებზე, როდესაც თავარი გვჩება გვერდზე რა, მაგაში აბსოლუტურად გეტაყვები. ხო. არავითარი გავლენა არა აქვს აი მაგალითად ერთი ნაბიჯიღა დარჩა მაშინ აღიარებენ ახლა აფხაზეთს და ცხინვალის მიდამოს აი არავითარი გავლენა არ აქვს ანალოგია ვინაიდან ნუ მან თემა არის რომ აი თავის დროზე გაერო ორი სახელმწიფო შექმნა და მე აირია და აირია ეგ თემა ხო ცხადია მაგრამ ნუ ანალოგია იმასთან არ არის იმიტომ რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საერთაშორისო სამართლებრივად ყოველთვის იყო აღიარებული და დღესაც აღიარებულია როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილი. სხვაგვარად ეს არასდროს არ ყოფილა. და იქ ეს ანუ აბსოლუტურად აცდენილია ამ თვალსაზრისით, ანუ არანაირი პარალელი არ არის ეს სიტყვით. ხელოვნურად ცდილობენ რაიმე პარალელის გავლებას იმ პრობლემატიკას და ისტორიას შორის და იმას შორის რაც ჩვენთან ხდება. ჩვენთან გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი და ამ პრობლემის 95-19% გადაწყდება, როცა ოკუპანტი სახელმწიფო დამარცხდება უკრაინაში და მოუწევს ჩვენი რეგიონიდანაც გაცვლა. 100%-ით არა, კი, ეგ 1% პრობლემა შეიძლება 5% დარჩეს მოსაგვარებელი ის, რაც ხელოვნურად რუსთან არ არის დაკავშირებული და რაც რუსს არ შეუქმნია. იგივე აფხაზეთსა და ნაკლებად ცხინვალში, მაგრამ ძირითადი პრობლემა მაინც რუსია და არა რაღაც სხვა ტიპის პრობლემატიკა. ამიტომ რა ვიცი შენიშნებართვით ამას აული გვერდს, იმიტომ რომ რაღაც გულის ფანის და გულზე მჯიღის ცემის გარდა არანაირი შედეგი არ მოაქვს ჩვენ ამაზე არანაირი გავლენა არ გვაქვს და რაც მთავარია აი ყველა მხარე რომელიც ამაში არის ემოციურად ჩართული ცდილობს აი წეღანაც ვახსენოთ რაღაც ანალოგიების და პარალელების მოძებნას და არც ერთი პარალელი არ არის სწორი. და ორივე მხარეს შეიძლება აი რაღაც წეთები ჭყალებში წამოვაძახოთ, რა დაგვანახებს რომ აი ნუ ამ შემთხვევაში შტურვალს მივხედოთ რა, ჩვენ საქმეს მივხედოთ. კარგი, ჩვენ კი რომ მოვბრუნდეთ ახლა აი საფხაზეთთან წკიდან ფაქტიურად ქართული ოცნება გარდა ბევრი მავნებლობისა, მაგასაც აკეთებს, რაღაც ნაბიჯ მიდის, რომ ამის არის მართლა აღიაროს ცხინვალი და სოხუმი და სუმიდის ახლა ციტირება, თქვა რუსულენოვან პროპაგანდისტულ სივრცეში, რომ აი რა კარგად მოიქცა ივანიშვილის ხელისუფლება, რომ
აღიარა ესე იგი საქართველოს ბრალი თავდასხმა ცხინვალზე და ჩვენი მხარე დანაშაულა. ეს შენი აზრით გამოუსწორებელი შედეგია თუ ამას რომ მოვიცილოთ შეიძლება ამისი რაღაცა თუ რამდენად ფუჭდება საქმეებითი რა მოდი დავიწყოთ იმით რომ ყველაფერი რასაც აკეთებს ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება ამას აკეთებს რუსეთი. ანუ რუსეთი აკეთებს ქართული ოცნების ხელით. რუსეთი ამას აკეთებს ისე რომ როცა ქართული ოცნება აღარ იქნება აი ეს ყველა მოსაქმებული ამას სხვას ვერ დავარქმევ საქართველოს წინ დახვდება. მაოხრებელი გზირი დახვდება წინ ზოგი პოლიტიკურად, ზოგი ეკონომიკურად, ზოგი სამართლებრივად. დავიწყოთ იქიდან რომ რასაც ახლა ესენი აკეთებენ სანამ კომისიამდე მივალთ. ხო აი დღე არ გაივლის რომ რომელიმე არ გამოვიდეს ოცნების სახელით მოლაპარაკე და შეურაცხყოფა არ მიაყენოს რომელიმე ელჩს, რომელიმე დასავლეთ პოლიტიკოს საოცარი გამოუგნებელი სიტყვებით არ მოიხსენიოს ისინი, რაღაცა დააბრალოს. ხაზგასმით სპეციალურად აკეთებენ ამას. ხო, რა თქმა უნდა, ეს კეთდება იმისთვის, რომ აი ემოციურად, ანუ ეს ემოციურ მესეჯად გადაითარგმნოს შესაბამის დედაქალაქებში, რომ გავეშვათ რა ეს და სხვადასხვა ეს იმის პარალელურად ხდება, როცა ეუბნებიან, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ქართულ ხალხს და ვიღაცეები უკვე დედაქალაქებში ასევე რუსებზე მომუშავეები დიდი ალბათობით იძახიან, რომ კი ახლა შეიძლება არ მოგწონდეს ეს ოცნება, მაგრამ ნუ აი ვიღაცამ ხო აირჩია, ხო ვიღაცეები ხო ყავდა. აი ეს უნდათ, რომ მე ის ხალხი, ვინც საქართველოს გვერდში უნდა იდგეს, საჭირო მომენტში განეიტრალებული იყოს. განეიტრალებული რომ გვერდში არ დაგვიდგენ, ვინაიდან იფიქრონ, რომ რა ვიცი, ხა ქართველებმა თვითონ მიხედონ თავის თავს. ხო, აი რაც იგივე გააკეთა მაგალითად ორბანმა, ახლა ორბანს არავინ არ უდგეს გვერდში. რომ აი მარტო დატოვონ საქართველოს. ეს ხასიათები და ეს რო ჩამოყალიბდება ეს განწყობები უკვე დედაქალაქებში, ამის შეცვლას ძალიან დიდი დრო დაჭირდება. ეს ესეთი მარტივი არ არის, რომ არიქა ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა, ან არჩევნები ჩატარდა და შეიცვალა ხელისუფლება და ჰოპ, რა კარგია საქართველო. არ იქნება, იმიტომ რომ ეს იქნება ქვეყანა, სადაც 13 წელი აი ეს ბინძური ძალა მართავდა. სუპერ კორუმპირებული, რუსეთთან სინქრონში მყოფი, დასავლეთთან დაპირისპირებული და ნუ წარმოუდგენელი რაღაცეების ჩამდენი, ხო? აქედან გამომდინარე, ეგ დარჩება. ეხლა სამართლებრივ ნაწილსაც შეეხება, როგორ წარმოგვიდგენია, რომ ოფიციალური, ნუ ჩვენი თავდასაცავი და ჩვენი თავდაცვა ის არის, რომ ვიზახით, რომ ესენი არა ლეგიტიმურები არიან და მართლა არიან. მაგრამ ნუ ტრის გადმოსახედიდან, აგერ დღეს სალავიოვი ციტირებდა თეა წულუკიანს, ხო? სალავიოვი. ტრის გადმოსახედიდან გეუბნებიან, რომ შენი სახელმწიფო თვითონ იძახის, რომ ომი თქვენ დაიწყეთ. გამოდის ვიღაცა მარიონეტი, სეპარატისტი ცხინვალიდან და იძახის, რომ ძალიანაც კარგი და მოგწონს, რომ ამ მიმართულებით მიდიხარ და გააგრძელეთ და რუსია ასე მუშაობს, რომ რაღაც ეტაპზე დაელოდება კონjunქტურის ცვლილებას და თუ ეს კონjunქტურა შესაბამისად შეიცვალა და ვარსკვლავები შესაბამისად განლაგდა, დიახ შეეცდება, რომ ეს გადათარგმნოს უკვე პოლიტიკურ შედეგში, რომ მიიღოს დასავლეთისგან ოკუპირებული რეგიონების აღიარება. შეეცდება ამას და ცხადია, მან თავარი და ერთადერთი არგუმენტი იქნება წულუკიანის დასკვნა. კარგი, შენახსენე რომ კომისიამდე სანამ მივალთო და დაამთავრა ხო კომისიამ თუ არ საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდა მე მგონი გადაწყვეტილება შესამოწმებლად და აი შედეგი რა არის აი ამ კომისიის ნამუშევრის აი ეს დოკუმენტი ასე ვთქვათ ჭალებში რას გვიხადის ზაზა კავშირი დაიკარგა ზაზა ვას თუნდაც შეგიძლიათ მითხარით ეთერში ვარ იმიტომ რომ ზაზასთან კავშირი აღარ მაქვს ხო არ ვიცი ეთქობა მე ეთერში აი ზაზა კავშირი დაიკარგა ეთქობა რაღაცა ტექნიკური პრობლემა იყო ხო ისმის ჩემი ხმა ახლა კი კარგად კი ბატონო იმას გეკითხებოდი თუ მოასწარი გაგება რომ ამ კომისიამ დაამთავრა მუშაობა გონი საკონსტიტუციო სასამართლოში ამდენადაც ვიცი გაუშვეს დოკუმენტი არ ვიცი ისთვის შესამოწმებლად თუ დასადასტურებლად ამაზე იცი რამე და როგორ შეაფასებ საერთოდ ამ ზიანს
რაც დაგვადგა. ხო, მოდი ასე ვთქვათ, მოვა დრო და ჩვენ გამოსაძიებელი გვექნება ყველაფერი, რაც დაკავშირებული არის აი ამ კომისიასთან. ანუ როგორ შეიქმნა, ვისი დავალებით, როგორ მუშაობდა, როგორ შეარჩიეს ეს ადამიანები, თუ რაც ქვიათ, მაგათ ვინც იქიჯდა სანამ ეს ღალატის ანუ ფაქტი განგრძობით რეჟიმში ლაივში გადმოიცემოდა. ყველაფერი იქნება გამოსაძიებელი. ამ კომისიის დასკვნა თავად არის საბრალდებო დასკვნა, ოღონდ ამ კომისიის წინააღმდეგ და ამ რეჟიმის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, თუ როგორია ეს დასკვნა, ხო, მე გავეცარი მას და მოდი პირდაპირ გითხრათ, ანუ არანაირი აი შინაარსობრივი თვალსაზრისით რომ შევაფასოთ, იმდენად სუსტია, რომ აი გააბითურებ მას ნებისმიერი საღადბოაზროვნე საშუალო სტატისტიკური ადამიანი რამდენიმე კრიტიკული კითხვის დასმით უბრალოდ გააბითურებს მის ყველა პოსტულატს. კარგია რომ თქვი. ანუ მნიშვნელობა მივანიჭოთ თუ საერთოდ იგნორირებთ. კი, აი მაგას ვამბობ, აი ნახე რას ვამბობ. მაგრამ ეგ მაგათი ამოცანა არც ყოფილა ვინაიდან ვიღაც საშუალო სტატისტიკური რუსისთვის არ არის საინტერესო ხა იქ შიგნით დასკვნაში რა წერია. ამ კომისიის დასკვნიდან დარჩება რამდენიმე headline-ი. ხო, რამდენიმე headline-ი დარჩება და ეს იყო დაკვეთა და მეტი არც არაფერი არ უნდათ, ხო? Headline-ი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვითონ აღიარა, რომ საქართველოს თითქოს დაიწყო ის ომი 2008 წელს, ხო? და მე დანარჩენი რაღაცეები ხა ამ კომისიის სრული დელეგიტიმაცია ყველაფერთან ერთად შეიძლება იმითაც უბრალოდ ჩამოვყვეთ მათი მოწმეების თუ დაკითხულების სიას. ანუ ისეთი ხალხი ყავდათ მოყვანილი აი ნებისმიერ დასავლურ სასამართლოში, ხო არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომ ეს მსაჯული ვერ იქნება, ეს მოწმე ვერ იქნება. ანუ ვიღაცეები, ვისაც რა ზოგს კვლელობა აქვს თადენილი, ზოგს ბევრი ფული აქვს მოპარული, ზოგი არ ვიცი, აი სრულიად კომპრომეტირებული ადამიანები მრავალნაირად ანუ აი უბრალოდ ერთი კითხვით რომ მან რომ მეორე მხარე ყოფილიყო, ხო ეს რომ შეჯიბრებითობის მომენტი ყოფილიყო და არა რაღაც დადგმა, რომელიც ავტორიტარულმა რეჟიმმა დადგა, ანუ ერთი კითხვით დაანგრევ ნებისმიერ ერთ მოწვეულ სტუმარს, ხო, ანუ რა კომპეტენცია გაქვს რომ ამ თემაზე ილაპარაკო? ან შენ თვითონ აი რა გააკეთე ამ და ამ წლებში, ხო, ანუ არ არსებობს ეს თემა, მაგრამ ვიმეორებ მათი დაკვეთა იყო რომ თავად ფაქტი დაფიქსირდეს, რომ შედგა კომისია რომელსაც აი ეს დასკვნა გამოიტანა და შიგნით რა წერი არავის არ აინტერესებს, არავის არ დააინტერესებს. ისევე როგორც ბოლშევიკებმა ოდესღაც 100 წლის წინ შექმნეს მითი, რომ საქართველოში მშრომელები აჯაყდნენ და მე რუსული არმია შემოვიდა იმისთვის, რომ მშრომელებს დახმარებოდა. ხო, ყველამ ვიცით ეგ მითი. მე 70 წელი წერდნენ მაგას ისტორიის სახელმძღვანელოში, მაგრამ არანაირი აჯაყება არ ყოფილა სინამდვილეში. ხო და დაახლოებით ესეთივე რაღაცა იქნება წულუკიანის კომისიაც, რომ დარჩება აქედან headline-ი, რომ საქართველოში შეიქმნა კომისია, რომელსაც დაადგინა, რომ ომი საქართველოს დაიწყო. всё, მეტი არაფერი არ აინტერესებთ რუსებს და ეს გააკეთეს ამათი ხელით. ხო, ეგრეა. ძალიან ბევრი სამუშაოა რა, ესე იგი იმის კარგად წავა ჩვენი საქმე, თუნდაც წავა ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი და ნუ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეხლა ერთი რამე მინდა ჩვენს რელსაც გავახსენო, რომ 27 სექტემბერი მოდის. 27 სექტემბერი და მისი აქეთ-იქი დღეები ძალიან ძიმე დღეებია ჩვენ ისტორიაში. ეს არ უნდა დაგვაუწყდეს არასოდეს. მე ვიცი რომ 27-ში გვერდთან მემორიალთან იკრიბება ხალხი და მსმენელობას აპირებენ მე რუსთაველზე. ესეც ერთ-ერთი ნაწილია ამ პროტესტისა. ეს არის ის წაშლასაც ოცნებად ცდილობს და რაღაცნაირად აი ბოდიშიც მაგისი ის არის რა ქვია მაგალითი ცხინვალის მიმართ ბოდიში და ასე შემდეგ და ეს გვახსოვდეს რა. ეს გვახსოვდეს და რა ვიცი შენ თუ დაუმატებ ზაზა ამას რამეს და კიდე ბოლოს მინდა რომ აი ხა რადგან ეს 4 რიცხვი ფაქტიურად 10 დღე დარჩა რა 4 რიცხვი ახლოვდება რას ეტყობდი მთავარს აი ჩვენს ჩვენს მაყურებელს რა გავითვალისწინოთ როგორ მოვიქცეთ რა განწყობა შევიქმნათ სად ვიდგეთ აი რაღაცა დასკვნასავით რომ გაკეთდეს დღეს რა. კი ბატონო, ხო, პირველ რიგში გავიხსენოთ ვინ ყავს დღეს de facto მართლობად, ანუ პრემიერს რო ეძახიან ადრე თავდაუბანელი ბოლშევიკი შეარქვეს და მე პრემიერად რო გადაიყვანეს ეთყობა იმდენად აღარ მოწონდათ ეს კლიშკა რომ თავი დაბანეს და ახლა გაფუებული თმით დადის და მაგან თქვა რომ 9 აპრილსო ჩვენ რუსული არმია არ გვებრძოდაო, იყო სხვადასხვა ეროვნებები იყვნენ, ანუ ასეთი შეურაცხყოფელი რამ
ქართველისთვის აი როდიონოვის მერე არავის უკადრებია როდიონოვისა, რომელმაც 99 წლის 9 აპრილს 22 ქართველი მოკლა რუსთაველის გამზირზე. მტერი იყო ის და ის ამბობდა, რომ ქართველებმა ერთმანეთს გადაუარეს და არაფერი ჩვენ არ დაგვიშავებიაო, ხო და ეხლა ეს იძახის რომ რუსეთი კი არ არისო მტერიო, იქო საბჭოთა კავშირი იყო და სხვადასხვა ეროვნებები იყვნენ. ხო, რა ჩუჩმეკების იმპერია იყო ის თუ უდმურტების იმპერია. თუ ჯარში გაწეული ბელარუსების, რომელიც ასევე შეიძლება ყოფილიყვნენ იქ. აქ ხომ თავარი არის, რომ ეს იყო რუსული არმია, პოლიტიკურად რუსულ სახელმწიფოს, რუსულ იმპერიას წარმოადგენდა ის ჯარი. და იქ ეთნიკურად ვინ საიდან იყო, მაგას სამწუხაროდ მეორე ხარისხოვანი აზრი აქვს და მნიშვნელობა აქვს, ხო? ეს ხო ძალიან კარგად იციან თვითონ, მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი, რასაც აკეთებს და ამბობს ოცნება, ეს არის ყველაფერი ჩავთვალოთ რომ რუსეთი გველაპარაკება და მაშინ რუსეთის გადმოსახედიდან გასაგებია ხო გვეუბნება რომ რა გინდათ მე არ ვიყავი 99 წლის 9 აპრილს ეს იყო საბჭოთა ჯარი და იქ სხვადასხვა ეროვნებები იყვნენ ხო მაგრამ ის სხვადასხვა ეროვნებები ემსახურებოდნენ მოსკოვს ხო და არა ბაშკირეთის დედაქალაქს პირობითად ხო ეხლა რაც შეეხება განწყობას ძალიან კარგი კითხვაა და ჩემთვის ძალიან ძვირფასი კითხვაა ამას წინათ საუბრობდით ზუსტად ამაზე თუ გიფიქრია იმაზე თორნიკე რამდენად ხშირად იყენებს ქართველი სიტყვებს თავს შევაკლავ. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ხო? აი თავს შევაკლავ და არ გავატანინებ და ასე შემდეგ, მაგრამ თავის შეკვლის განწყობა აპრიორი თითქოს აი დამარცხებისკენ მომართული განწყობა, აი თავს შევაკლავ, გმირობის მაგალითს დავდებ, ვაჩვენებ, მაგრამ სავარაუდოდ ის მაინც მომერევა, აი ეს იკითხება რა თავის შეკვლის განწყობაში და მე მინდა რომ განწყობა როგორი ქონდეს, თავი კი არ შევაკლავ, კაცო, გავიმარჯვოთ. უნდა გავიმარჯვოთ. ელმა აი რუსი იქნება თუ ვინც იქნება, მათ გადაალაგონ, მათ ხონდეთ თავგანწირვა, მათ ისინი მოელოდნენ მათი გმირობის აღწერას ჩვენი ისტორიკოსებისგან, თავზე ხელის გადასმას, შექებას, მათი სიქველის, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვოთ. აღარ გვინდა ეს თავის შეკვლის განწყობა, აღარ გვინდა ეს სულისკვეთება, რომ ჩვენ თავი უნდა შევაკლათ მტერს და ყველამ დაინახოს როგორი გმირები ვართ. ჩვენ გვინდა გამარჯვება. ხო და აი ამ განწყობაზე უნდა გადავერთოთ, აი აქ უნდა გადავერთოთ რაღაცა ყველა სფეროში, ხო და პირველ რიგში როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, აი ამას თუ დავიჯერებთ, რომ ჩვენ კი არ გავდივართ სადღაც რომ ვინმეს თავი შევაკლათ, არამედ იმისთვის გავდივართ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ. ჩვენი ქვეყანა საღიაზრი დავიბრუნოთ, ადამიანობა დავაბრუნოთ, სიყვარული დავაბრუნოთ და არა ეს სიშლეგე, რომელსაც ყოველდღიურად ხედავთ აი ამ წარმოუდგენელი არსებების მხრიდან. ხო, უნდა რაღაცნაირად აი ცოტა პრაგმატულობა ჩავთოთ ალბათ და გავიმარჯვოთ, რა გავზომოთ ყველა ნამიჯი და ეს არ ნიშნავს რომ სამე უკან დავიხიოთ პირიქით, არ დავიხიოთ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ გავიმარჯვოთ. ეთახოთ. ნამდვილად. საზა დიდი მადლობა, ვიცი რომ თან წასასვლელი ხარ და როგორ გავაკეთოთ ორკვირიანი ციკლი ისე ალბათ, ხო? კი ბატონო, იყოს ორ კვირაში რა დღე გვიწევს? 4 რიცხვი ხო არ არის ზუსტად. ნახოთ შევდახდებით მე. კი ბატონო, შევდახდეთ მე. მესენჯერში. კარგი თორნიკე, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურებთ და ვინც ჩანაწერში ნახავთ, მოგვეხმარეთ, გავრცელეთ და მოდი გავიმარჯვოთ. აი ბოლოს რაც ზაზამ თქვა, მოდი გავიმარჯვოთ რა. მოდი ერთხელ მაინც გავიმარჯვოთ. გავიმარჯვოთ. კარგად.